ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მენელსაცხებლე დედათა კვირიაკის შესახებ. ეს გახლავთ ამ დღომიდან მესამე კვირა და ამ საკვირაო, ამ შვიდეულის საკვირაო, ანუ კვირადღის წირვის სახარებაზე იკითხება სახარება მარკოზისა, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, როგორ გამოითხოვა იოსებ არიმათიელმა პილატესაგან უფლის სხეული და აღასრულა მისი დადება საფლავში. ანუ გარდამოხსნა ძელისაგან მაცხოვრის სხეული და დაასვენა საფლავში და ამის შემდეგ უკვე ეს კვირადღეა და აი უпроსორეთ ეს შაბათია და აი კვირადღეს გამთენიისას როგორ ერთგული მოწაფე ქალები მიდიან რომ ებრაული წესის თანახმად ნელსაცხებელის ცხონ მაცხოვარს. აი ამ კვირიაკეს ეწოდება მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს სწორედ იმიტომ რომ მთავარი ასე თქვათ მოვლენა რაზეც ამახვილებს ეკლესია ყურადღებას ეს არის ქრისტეს ერთგული მოწაფეების შესახებ აი თხრობა თუ რას ნიშნავს ეს ერთგულება, რას ნიშნავს ეს ასე თქვათ სიყვარული, თავდადებული სიყვარული, იმიტომ რომ თუ კი მაცხოვარს ასე მოექცნენ, ბუნებრივია რომ ისინი არ დაინდობდნენ მის მოწაფეებს და ასე გაცხადება იმისა რომ შენ მაცხოვრის არა თუ მოწაფე, უბრალოდ აი გულშემატკივარი ხარ მისი ასე ვთქვათ მისთვის რაღაცის გაკეთება საპირებ. ესეც უკვე ძალიან დიდ საფრთხესთან იყო სიცოცხლის ასე ვთქვათ სასიცოცხლო საფრთხესთან იყო დაკავშირებული. და აი ორი მაგალითი მართალია მენელსაცხებლე დედათა კვირა ეწოდება, მაგრამ არა მარტო მოწაფე ქალებზეა ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ასევე მოწაფე მამაკაცებზე, როგორიც იყვნენ იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი. თან ეს ცნობილია, რომ ეს იყვნენ ფარული მოწაფეები და რატომ იყვნენ ისინი ფარული? არა იმიტომ, რომ თქვათ მის სიცოცხლეში ამის განცხადების გამო მოერიდნენ იმ ვითარებას, რომ მათ მიმართ ესეთი განხორციელდებოდა რაღაც გარკვეული რეპრესია, რომელსაც ისინი ძირითადად ხალხს ემუქრებოდნენ, რომ აი მაცხოვრის აღიარება ეს ითვლებოდა დიდ დანაშაულად და მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის ეშინოდათ, არა იმიტომ ფარავდნენ თავის მოწაფეობას, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ სინედრიონში და შესაბამისად შესაძლებელი იყო დრომდე არ გამოემჟღავნებინათ თავისი ვინაობა, თავისი ქრისტეს მიმართ დამოკიდებულება, რამე თუ შესაძლებელია სინედრიონში ყოფნით გარკვეულად რაღაცა სარგებლობა მოეტანათ არა მარტო უფლისათვის, არამედ მისი მოწაფეებისათვის და ქრისტეს ეკლესიისათვის და მართლაც ეს გამართლდა. რა ვიხილეთ ჩვენ რომ ესე იგი რომ არა სინედრიონის წევრი, ასე ადვილად იესო ქრისტეს სხეულის გამოთხოვა და მიღება ამაზე თანხმობისა, რომ იგი დაესაფლავებინათ, ასე ადვილად არ მოხერხდებოდა და მათ ეს გააკეთეს და ამავე დროს განაცხადეს ფაქტიურად თავის თავი, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როცა ეს საჭირო იყო, მათ ეს გააკეთეს, ამიტომ ქრისტიანობა ხშირად არ ნიშნავს პირდაპირ, ასე ვთქვათ,
ბოროტებასთან დაპირისპირებას. ზოგჯერ ეს დაპირისპირება არის ფარული. დრომდე არ არის გამოაშკარავებული, დრომდე არ არის ასეთი ასე ვთქვათ გამოხატული გარკვეული პოზიცია, ასე რომ რასაკვირველია გააჩნია შემთხვევას, ხა თუ საჯაროდ გთხოვენ, რომ უარყო ქრისტე, მაშინ რასაკვირველია უნდა აღიარო. მაგრამ თუ ამას არ გთხოვენ, ასე ვთქვათ, შენ თვითონ რომ წახვიდე მსხვერპლზე, ამას ეკლესია არ მიესალმებოდა, იმიტომ რომ იყო ამის მაგალითები პირველ საუკუნეში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ და ასე ვთქვათ, აწამებდნენ და კლავდნენ, ზოგიერთი მაგალითად თვითონ მიდიოდა და ამბობდა, რომ მე ქრისტიანი ვარ და ეკლესიამ პირდაპირ გამოსცა კანონი, რომ თუ არ გვეკითხებიან და არ ითხოვენ ჩვენგან ვინ ვარ ჩვენ და არ გვეკითხებიან და არ ითხოვენ ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ თვითონ ესე ვთქვათ დავიდეთ და ეს მსხვერპლი გავიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით უფალს სად როდის დავჭირდებით. და თუ დაჭირდება ჩვენი მოწამეობა, ამასაც უფალი ამასაც ასე ვთქვათ დაგვანახებს ამის საჭიროებას. ეს რაც შეეხება ამ ფარულ მოწაფეობას და ზოგადად ესე იგი ის რომ მათ განაცხადეს თავისი თავი ასეთ კრიტიკულ მომენტში, როცა სიძულვილის ასე ვთქვათ განცდა მაცხოვრის მიმართ არის კულმინაციაში, რასაკვირველია ეს არის ყველაზე დიდი სიყვარულის გამოვლინება, რადგანაც ეს არის ფაქტიურად თავგანწირული სიყვარული. საერთოდ სიყვარული უნდა ითქვას, ეს არის გაცემა და რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტად გიყვარს და აი სრული გაცემა, ანუ სრული შეწირვა ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული და მაცხოვარი კიდევაც ამბობს ერთ-ერთ ადგილას, რომ ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს უკვე თუ ადამიანმა სულითვისი დასდვას მეგობართათვისთათვის. ანუ სიყვარულისათვის სიცოცხლის გაწირვა. აი ეს მაგალითები გვაქვს ჩვენ იოსებ არიმათიელის და ნიკოს იმოსის მხრიდან და რასაკვირველია ასევე გვაქვს მენელსაცხებლე დედათა მხრიდან, ანუ მოწაფე ქალების მხრიდან, რომელთაც სურდათ ეცხოთ ნელსაცხებელი სხეულზე ებრაული წესის მიხედვით, როგორც იყო ეს მიღებული ძველი აღთქმის ჯულით და აქაც რასაკვირველია ისინი მზად არიან რომ განაცხადონ თავის თავი. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ როცა მოწაფეები გაიფანტნენ, მენელსაცხებლე დედები მუდამ სულ დაყვებოდნენ, ჯვარც მისას მაცხოვრის გვერდით იყვნენ და არასოდეს არ მიუტოვებიათ მაცხოვარი. ანუ ფაქტიურად ისინი მათ გაუძლეს აი ამ შიშს გაუძლეს და ალბათ რა არის ამისი საფუძველი, აი ეს დიდი სიყვარული მიუხედავად იმისა, ვთქვათ, მათ ცნობიერებაში შეირყა თუ არა, ვთქვათ, რწმენა იმისა, რომ ქრისტე მესია. აი მოციქულები რატო გაიფანტნენ? იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელი იყო მესია, ვინმეს, ესე ვთქვათ, დაემარცხებინა, ვინმეს, ესე ვთქვათ, მესიისთვის რაიმე ვნება, ასე ვთქვათ, მოეტანა, მიეყენებინა რაიმე ვნება, ეს წარმოუდგენელი იყო. ისინი ელოდნენ, რომ მესია გახდებოდა ძლევამოსილი ხელმწიფე და არათუ ისრაელს გაანთავისუფლებდა უცხო ქვეყნების მონობისაგან, თავადაც სხვა ქვეყნებზე გააპატონებდა ისრაელს. ასეთი იყო მათი. ამიტომ მათ რწმენა შეერყათ. მაგრამ აი ეს არის საინტერესო, რომ როცა რწმენა შეიძლება რომ შეირყეს, თქვათ, აი რაღაც შენი წარმოდგენები, რომელიც შენ გაქვს, ასე ვთქვათ, იმ წარმოდგენებმა განიცადოს მარცხი, ესე ვთქვათ, ყევა განიცადოს იმ შეხედულებებმა, იმ წამსმა და ამან უკვე ძალა წაგართვას, რომ გააგრძელო ერთგულება. მაგრამ გარდა რწმენისა არსებობს კიდევ სიყვარული და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რწმენა როგორც
სიყვარული რწმენის გარეშე ვერ მოიტანს კეთილ ნაყოფს, ისევ რწმენა სიყვარულის გარეშე ვერ მოიტანს კეთილ ნაყოფს და აი აქ ჩვენ ხედავთ, რომ სწორედ მენელსაცხებლე დედების სიყვარულმა გადაატანინა მათ აი ის, რასაც ვერ გაუძლეს მოციქულებმა. და კიდევ ერთი რა უნდა ითქვას, რომ საერთოდ ნების რწმენის განცდა დიდად არის დამოკიდებული ადამიანის სისუფთავეზე, ანუ ზნეობრივ სისუფთავეზე, მის გულწრფელობაზე, მის მიერ საკუთარი თავის სწორად აღქმაზე, როდესაც ადამიანი ხედავს თავის უძლურებას, ხედავს თავის ცოდვებს, ასეთი ადამიანი მუდამ მადლიერია ღვთისა, მას უყვარს ღმერთი და სულ ახსოვს ღვთისგან, ღვთის მოწყალება, რომ მის მიმართ მიუხედავად მისი უძლურებისა არ ტოვებს მას. აი ეს მადლიერება, ეს სიყვარული ღვთისა, ეს აქვს მხოლოდ ადამიანს, რომელიც არის სინდისის წინაშე მართალი. როდესაც ის ყოველთვის როდესაც მას ყოველთვის ახსოვს თავისი უძლურებანი, თავისი შეცოდებანი და არასოდეს არ ახშობს სინდისის ხმას, არასოდეს არ ამართლებს თავის, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე არ იმართლებს თავს და აი ეს არის ასეთი ადამიანი გრძნობს როგორი მოწყალეა უფალი და მადლიერია უფლისგან და ისწრაფვის უფლისაკენ და აი ეს სიყვარულიც სწორედ აი ამ სიმდაბლიდან მოდის და ჭეშმარიტი სიყვარული სიმდაბლის გარეშე შეუძლებელია და ეს სიმდაბლე ჰქონდათ მენელსაცხებლე დედებს, იოსებ არიმათეელს, ნიკოდიმს, გამორჩეული სიმდაბლე ჰქონდათ და სწორედ აი ეს რწმენა საბოლოო ჯამში, როგორც მოციქული იაკობი ამბობს, საქმეთა გარეშე მკვდარია. ანუ რწმენას ასაზრდოებს ადამიანის სუფთა სინდისი, ადამიანის მიერ აღიარება საკუთარი უძლურების, ანუ სიმდაბლე, საკუთარი ცოდვების, ანუ სინანული და რასაკვირველია ეს ასეთი ადამიანი მუდამ მადლიერია, იმიტომ რომ მუდამ გრძნობს, რომ ის არ ემსახურებს იმ წყალობას, რომელიც მას გააჩნია მისი უძლურებების გამო, მისი შეცოდებების გამო და მადლიერია და ცდილობს უფლის სიყვარული გამოხატოს და ესეთი ადამიანი შეიძლება აი სიცოცხლეც კი გასციროს. ამიტომ რწმენას ასაზრდოებს სიყვარული, ასაზრდოებს სათნო ცხოვრება, სიწმინდე. სიწმინდე არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანს ეხსნება სულიერი ხედვა, როგორც მაცხოვრებობს, თვალი ქონდე და ვერ ახედავდე, ყური ქონდე და არ აგესმოდე. ვერ ხედავს ადამიანი, სანამ გული, ესე ვთქვათ, დამძიმებულია ცოდვით, სანამ სინდისი სუფთა არ არის. აი ეს პატრიარქი ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებდა, რომ სუფთა სინდისი მარადიული დღესასწაულია. აი ეს სისუფთავე, ესე იგი, როგორც აი ანკარა, ესე ვთქვათ, წყალში ჩანს ყველაფერი. აი ესევე, ასე ვთქვათ, სუფთა სინდისისთვის გახსნილია სულიერი სამყარო და ხედავს ღვთის დიდებას, ხედავს ღვთის მოწყალებას, თან საკუთარ თავსაც ხედავს, საკუთარ აი ეს ორი რამ ერთდროულად ხედავს შენს უძლურებას, შენს ცოდვებს და პარალელურად ხედავ ღვთის დიდებას და ადიდებ უფალს თან მადლიერი ხარ მისი წყალობისათვის და აი ეს არის ნამდვილი რწმენა და აი სწორედ მეორე ესე იგი აღდგომიდან მესამე კვირა დღეს ჩვენ ეკლესია, ჩვენ ყურადღებას ამახვილებს სიყვარულზე, რომელიც არის სწორედ რწმენის აუცილებელი ესეთი თუ შეიძლება ითქვას პირობა. იქ სადაც სიყვარული არ არის, იქ რწმენა ვერ იქნება და სიყვარული არის იქ,
სადაც არის მადლიერება და მადლიერება არის იქ, სადაც არის განცდა ითვისთა ცოდვათა და განცდა ითვისი სიმდაბლის. ამიტომაც ამბობს უფალი ხშირად სახარებაში, ვინაც დაიმდაბლოს თავისთვის იამბოს, ვინც თავის უზურებას დაინახავს, აღიარებს, შეინანებს შესაბამისად უზურების შედეგად ჩადენილ ცოდვებს, ასეთი ადამიანი სული სუფთავდება, სული ნათელია, გახსნილია და ხედავს ღვთის დიდებას, ხედავს ღვთის სიკეთეს მის მიმართ, როგორი მოწყალია უფალი, როგორ შეიწყალეს და აი ესეთი გულია მადლიერია და უყვარს უფალი. აი სწორედ აი სიყვარულზეა ეს მესამე კვირა, რომ მენელსაცხებლე დედანი, ასევე ეს მოწაფე მამაკაცები, იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი, ესენი არიან ადამიანები, რომელსაც დიდი სიყვარული აქვს, დიდი მადლიერება აქვს და მზად არიან სიცოცხლე გასცირონ. ამიტომ წმენა საქმეთა გარეშე უყდარია და მთავარი საქმე კი თქვენ იცით, რომ ქრისტიანული სამების მიხედვით არის სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. და ის სწორედ ეს ამას გვახსენებს ეკლესია, რომ ჩვენი წმენის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის სიყვარული, რომელიც იბადება სიმდაბლისა და სინანულის განცდის საფუძველზე. და ღმერთმა მოგცეს ეს სიმდაბლე, სინანული და მადლიერება და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და შეგვეციოს მენელსაცხებლე დედათა ლოცვა და იოსებ არიმათეელისა და ნიკოდიმოსის ლოცვა და ყველა ერთგული ქრისტეს ერთგული მოწაფის ლოცვა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დედა ეკლესიაში ერთგულებდნენ უფალს და შეგვაძლებინოს ჩვენს ეს ერთგულება ჩვენიერი გამოირჩეოდა ამ ერთგულებით სიცოცხლის გაწირვით უფლისა და მოყვასისადმი ღვთისა და მამულისადმი თავდადებით გამოირჩეოდა და აი ამაშია ჩვენი ძალა და როცა თავგანწირვას ვშორდებოდით და რაღაცნაირად წუთის ოფლის სიკეთეს ვერ ვთმობდით სულიერი ღირებულებების შენარჩუნების მიზნით, მაშინ დასაკვირველია ჩვენ სულიერათაც ღარიბდებოდით და ფიზიკურადაც ძალიან განსაცდელები მატულობდა და როცა პირიქით და აი ჩვენმა პატრიარქმა მოგცა მაგალითი ნახევარსაუკუნოვანი და კიდევ მანამდეც მრავალი 3-ათეული წელი იგი უკვე მოღვაწე იყო, დიდი მოღვაწე იყო, ჯერ კიდევ სტუდენტობაში ის უკვე ფიქრობდა საქართველოს ეკლესიის ბედზე და ამის შესახებ წერილები არსებობს არაჩვეულებრივი და ესე იგი აი ადამიანი ჯვარცმული ცხოვრება განსაკუთრებით პატრიარქობაში ჩვენ გვაჩვენა რომ აი რა სიკეთე მოიტანა ჯერ ჩვენთვის პირველ რიგში და მე ჩვენ ხედავთ რომ იგი უფალთან არის, რომ იგი წმინდანებთან არის, რომ იგი ახალ ასე ვთქვათ ის აგზელებს სიცოცხლეს ახალ ხარისხში და ეს ჩვენ ვახარებს და ეს გვაძლევს იმედს რომ მისი შეწევნა არა თუ მოგვაკლდა, არამედ უფრო გაძლიერდა. ამიტომ მევედროთ ქრისტეს ერთგულ მოწაფეებს და მათ შორის ჩვენს პატრიარქს ისიც მენელსაცხებლე დედებივით და ერთგული მოწაფე მამაკაცებივით ერთგულებდა უფალს და მისთვის ჯვარზე იყო გაკრული და აი ეს სიკეთე მოგვიტანა ჩვენ ყველას და გილოცავთ კიდევ ერთხელ აღდგომის ცხინვალე დღესასწაულს ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. ამინ.